Pro-ევროპული აქციების მონაწილეების მიმართ ფინანსური ტერორი არ წყდება. გომელაურის უწყება პროტესტის მონაწილეებს ისევ აჯარიმებს. ამჯერად დაჯარიმებულთა შორის არის ფორმულას ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. გადაკეტილ რუსთაველზე ინტერვიუს ჩაწერისთვის მაჯარიმებენ, დაწერა მან Facebook-ზე. 24 საათიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ კიდევ 4 ჯარიმის ჩაბარების თაობაზე დაურეკეს სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა სურაბ ცეცხლაძეს. მას ამჯერად ჯამში 20,000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწოდა. მერვე დააჯარიმეს ბუკა პეტრიაშვილი 24-ად მებრძოლი ნადიმ ხმალაძე. პარალელურად ჯარიმების შესახებ პოსტები აწყდება სოციალურ ქსელებში. ბრალს მდებენ გადაკეტილი რუსთაველის გადაკეტვაში. ამ დროს ვწერდი ინტერვიუს. ეს არის 12 მარტი, როდესაც გადაცემისთვის ჩვენ რუსთაველზე მოქალაქეების პოზიციას ვისმენთ ხოლმე, ვაგროვებთ და შემდგომ მე გადაცემაში პოლიტიკოსებს ვასმენინებთ. არ დამცალდა მოკლე ტელეფონო კომუნიკაციაში პოლიციელისთვის იმის თქმა, რომ ვარ ჟურნალისტი, დამაზუსტებელი კითხვებით მივმართე, მაგრამ მობრძანდით და ყველაფერს გაიგებთ. ჩამბარდება სამართალდარღვევათა ოქმიდან, ცხადია გავასაჩივრებ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, მაგრამ პირდაპირ ჟურნალისტიკა გააუქმოს რუსულმა რეჟიმმა, რა ვიცი, ისეთი კანონები შემოიღეს. ახლა თუ ინტერვიუს ჩაწერაც კი არ შეიძლება და დასჯადია, არ ვიცი, საერთოდ რა ტიპის სახელმწიფოში ცხოვრობთ.